Ყვითელი სამარშრუტო ტაქსის ტექნიკური მომსახურება შეღავათით განხორციელდება. ამის შესახებ საქართველოს პროფკავშირების ცენტრალურ ოფისში ტრანსპორტის პროფკავშირების თავმჯდომარე მისაუბრა. ლავრენტი ალანიას თქმით, კომპანია თბილისის მიკროავტობუსებთან მიღწეულია შეთანხმება, რომლის მიხედვით სამარშრუტო ტაქსის მძღოლებს საშუალება ექნება ტექნიკური მომსახურება სხვა კომპანიაშიც განახორციელონ. ალანიას განმარტებით ამ დრომდე მძღოლებს სატრანსპორტო მომსახურება მხოლოდ ერთ კომპანიაში მაღალ ფასებში შეეძლოთ, რის გამოც სამარშრუტო ტაქსის მძღოლები რთულ ვითარებაში ვარდებოდნენ. პირველი ფაქტურად ეს ექსპლუატაციის ხარჯებთან დაკავშირებით მძღოლებს უკვე შეუმსუბუქდათ. მნიშვნელად ფინანსებში აისახება ის, რომ მნიშვნელად შემცირდება ეს ხარჯები, მათ არჩევანზეა უკვე დამოკიდებული, შეუძლიათ გარანტიიდან მანქანა მოხსნან და სხვა სერვისენში გამოცვალონ ესეთი უხრუჭები, მაგრამ არა მეორადები და არა ვიდრე ისა ქვია გაურკვეველი წარმოშობის მოხრუჭები.